მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე, ჟურნალისტი. დღეს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული დღეა. მრავალი სხვადასხვა გამოცდილების შემდეგ ვიწყებ ახალ საქმეს, დამოუკიდებელი არხის განვითარებას YouTube-ზე. რა თქმა უნდა, ეს საქმე თქვენი დახმარების გარეშე არ გამოვა და საკუთარ თავსაც ვამზადებ იმისთვის, რომ მორიდება დავძლიო და YouTube-ური ცხოვრების შესაბამისად ხშირად გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონოთ გადაცემები, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად მოგეწონებათ. ჩემი პირველი და ამ ეტაპზე მთავარი მიზანია, რომ შევძლო თქვენთან კონტაქტი მქონდეს უშუალოდ, ანუ ჩანაწერების გარეშე, ცოცხალ რეჟიმში. ახლა ამის საშუალება არ მაქვს, იმიტომ რომ ახალი არხებისთვის YouTube-ს აქვს ესეთი პირობა, სანამ არხს არ ეყოლება 1000 ხელმომწერი, მანამ არ გაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ ეთერში ესაუბრო მაყურებელს. მე კვირაში ერთხელ გეტყვით, რამდენი ახალი ხელმომწერი ყავს არხს და იმედს ვიტოვებ, რომ ყოველ შემდეგ გადაცემას ხელმომწერების გაზრდილი რაოდენობით შევხვდებით. რატომ მინდა რომ პირდაპირ ეთერში შევძლო თქვენთან ურთიერთობა? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ცოცხალი რეჟიმი არის ბევრად უფრო დიდი მუხტის მატარებელი და ბევრად უფრო მიმზიდველი, ვიდრე ჩანაწერის ყურება. მე წლების განმავლობაში YouTube-ზე ბევრ არხს ვუყურებ, ზოგს ჩანაწერში, ზოგს ცოცხალ რეჟიმში და ძალიან კარგად ვიცი, რა სხვაობა არის მათ შორის. მეორე მიზეზი ჩემში არის, გამოც მინდა რომ უშუალოდ გელაპარაკოთ, იმიტომ რომ მგონია, რომ ჩანაწერის გარეშე თუ მეკრება თქვენთან ურთიერთობა, ბევრად თავისუფალი და გახსნილი ვიქნები. სამწუხაროდ, მე თვითონ არ ვარ ძალიან გახსნილი ადამიანი და ალბათ ჩემ თავშიც ბევრი ბარიერის დაძლევა მომიწევს, მანამ სანამ ჩავთვლი, რომ მზად ვარ პირდაპირ ეთერისთვის. ამ არხზე ჯერჯერობით იქნება ერთი პოდკასტი და არხსაც ქვია ამ პოდკასტის სახელი ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური. სათაური, როგორც ხედავთ, ორი ნაწილისგან შედგება და ახლა შევეცდები, რომ ორივე ნაწილი ცალ-ცალკე ავხსნა. ციტატა ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი გადაცემისთვის საგანგებოდ შევარჩევ ერთ ციტატას და მასზე კომენტარს შემოგთავაზებთ. ეს ციტატა შეიძლება ეკუთვნოდეს როგორც ცნობილ ადამიანს, ისე უცნობს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს. მთავარია, რომ იმ დღეს, იმ მომენტში ჩემთვის იყოს მნიშვნელოვანი, აი საჯარო გამონათქვამი, რომელსაც ციტატად ავირჩევ. რა თქმა უნდა იყოს მნიშვნელოვანი, უნდა იყოს აქტუალური და პირადად ჩემთვისაც უნდა პირველ რიგში ჩემთვის უნდა იყოს საინტერესო. კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტო, ციტატა შეიძლება ეკუთვნოდეს როგორც მაგალითად ძველ ბერძენ ფილოსოფოსს, რომელიმეს, ასევე მაგალითად YouTube-ის მომხმარებელს, შეიძლება ეკუთვნოდეს რომელიმე მწერალს, რომელიმე წიგნის პერსონაჟს, ფილმის გმირს, ან სულად ციტატა შეიძლება იყოს დღის ახალი ამბის ნაწილი. ამ ხრივ თავს ნამდვილად არ შევიზღუდავ. იმედი მაქვს, რომ აი ეს საგანგებოდ შერჩეული ციტატა საშუალებას მომცემს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანი გითხრათ ჩემზე და ჩემს ირგვლივ გარემოზე, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი საერთო გარემოც არის. და აქედან მოდის გადაცემის პოდკასტის დასახელების მეორე ნაწილი ია ანთაძის ონლაინ დღიური. ნამდვილად ვეცდები, რომ ყოველ გადაცემაში იყოს ეს დღიურის ელემენტი, იყოს ჩემი წარმოდგენა, ჩემი მოსაზრება რაღაც საკითხზე, ჩემი გამოცდილების ნაწილი. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ კვირაში მოვამზადო 3 გადაცემა, რომელიც საღამოს 10 საათზე გავა ამ არხზე. ალბათ ეს იქნება პარასკევი, შაბათი და კვირა. გადაცემის ხანგრძლივობა დაახლოებით იქნება 7-10 წუთი და შესაძლებელია თქვენი ინტერესის შესაბამისად გადაცემების რაოდენობაც გაიზარდოს და ხანგრძლივობაც რასაკვირველია. ხოლო ხუთშაბათობით ტრადიციულად ზღარბის არხზე გავა ჩემი პოდკასტი ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით. მოვიდა დრო, რომ დავასახელო დღეს პირველი გადაცემის ციტატა. ეს ციტატა ეკუთვნის მე-17 საუკუნის ნიდერლანდელ ფილოსოფოს ბენედიქტე სპინოზას და ციტატა ჟღერს ასე: როცა მარტო რჩები, ზუსტად უნდა იცოდე,
ვისთან ერთად რჩები. კიდევ გავიმეორებ, როცა მარტო რჩები, ზუსტად უნდა იცოდე ვისთან ერთად რჩები. ჩემი არ იყოს, ალბათ თქვენ ციცნობთ ადამიანებს, რომლებსაც გასროლილ ტყვიაზე მეტად ეშინიათ მარტო დარჩენის. მე ვისაც ასეც ვიცნობ, ყველა წარმატებული ადამიანია. მე საერთოდ არ მესმის ამ შიშის ბუნება და ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმდენად ეშინია საკუთარ თავთან დიალოგის, თვითშემეცნების, რომ ყოველთვის სჭირდება გვერდით ვიღაც ყავდეს, ზოგჯერ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება გვერდით და მეტი ხმაური იქნება, მით უკეთესად გრძნობს თავს ადამიანი. პირადად მე ყველაზე ხშირად მარტო მაშინ ვრჩები, როცა ვმუშაობ. მაქვს გამოცდილება, როცა წლების განმავლობაში გუნდთან ერთად ვმუშაობდი და ძალიან კარგად გრძნობდი თავს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ჩემს ბედის წერად იქცა მარტო მუშაობა. ვიცი, რომ შემოქმედებით საქმე სჭირდება მარტოობა. ერთხელ სხვათა შორის ბატონმა გიაყანჩელმა მითხრა ინტერვიუში, რომ შემოქმედება შეუძლებელია მარტოობის გარეშე. შენს თავთან რჩები და რის საშუალებაც გაქვს აკეთებო. ამის ნამდვილად მჯერა, რომ საუკეთესო შემთხვევაში მარტოობა ნიშნავს შენ თავთან ინტენსიურ დიალოგს, ინტენსიურ ურთიერთობას და სწორედ მარტოობაში ყველაზე უკეთ იცი, რას წარმოადგენს სინამდვილეში და ამ დროს ფიქრობ, რომ კომფორტულად ხარ, დაცული ხარ, იმიტომ რომ შენ იცი ზუსტად ვინ ხარ და შენ იცი შენი რაობა და სხვისთვის ყოველთვის შეიძლება იყო ინტერპრეტაციის საგანი, ან ჩათვალო, რომ სხვების წარმოდგენები შენზე არის მათი ინტერპრეტაცია და არა ის, რაც და ვინც ხარ შენ სინამდვილეში და როდესაც ეს შენი არსება სინამდვილეში შენთვის მისაღებია, დისკომფორტს არ გიქმნის, მუდმივი ბრძოლის რეჟიმში არ გაცხოვრებს, მაშინ ფიქრობ, რომ ალბათ სწორად ცხოვრობ და მეც დიდხანს ასე ვფიქრობდი, მაგრამ სინამდვილეში სხვანაირადაც მიფიქრია, რომ იქნებ საკუთარ თავს მარტოობაში კი არა, სწორედ სხვების გარემოცვაში უკეთესად შეიმეცნებ და ზოგჯერ მარტოობა პირიქით, აი შემეცნების ნაცვლად ილუზიისკენ ხო არ გიბიძგებს. განსაკუთრებით, როცა მარტო მუშაობ და არც რჩევის მომცემი გყავს, არც ვინმე, ვინც ხმას გაგცემს, ვინც მოიწონებს შენს ნამუშევარს ან დაიწონებს, აი ასე დიდხანს მუშაობა ბოლოს და ბოლოს ძალიან დამღლელიც ხდება და ცოტა ტვინის ამრევიც. და აი დღეს ვიწყებ საქმეს, სადაც ისევ და ისევ მარტო ვრჩები, მაგრამ ამჯერად თქვენს პირისპირ და თქვენი ინტერესი, თქვენი ჩართულობა, თქვენი გულგრილობა, თქვენი ნებისმიერი რეაქცია იქნება ჩემთვის ზუსტი მიმანიშნებელი, რომ როცა მარტო ვრჩები, ნამდვილად ვიცი თუ არა ვისთან ერთად ვრჩები. მართლაც იყო დრო, როდესაც ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, რომ როცა მარტო ვიყავი, ზუსტად ვიცოდი ვისთან ერთად ვიყავი, მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის. ახლა აღარა ვარ ამაში დარწმუნებული და ჩემთვის არის გადამოწმების დრო, მენდობიან თუ არ მენდობიან, მიღებული ვარ თუ არ ვარ მიღებული და ფიქრობ დადგა მომენტი, როდესაც თქვენში უფრო უკეთ დავინახავ და შევიმეცნებ საკუთარ თავს, ვიდრე მარტოობაში. ეს ადვილი სათქმელი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ გულწრფელობით დავიწყო, ამის გარეშე ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი გამოვა და საერთოდ აი ამ ონლაინ დღიურის იდეა და ეს რომ მე ყოველ დღე არა, მაგრამ კვირაში 3 ჯერ ვიყო თქვენს პირისპირ და ვიყო ჩემი გამოცდილებით და ჩემი მოსაზრებებით, ეს არ არის ადვილი საქმე, საკმაოდ მამაცი გადაწყვეტილება არის ჩემი მხრიდან და ციტატა არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც დამეხმარება იმაში, რომ ჩემი დამოკიდებულებები, ჩემი მოსაზრებები, ჩემი სათქმელი სწორად მოვიტანოთ თქვენამდე და სწორად გაგიზიაროთ.
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობელი ვარ თქვენი ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ როგორც წიგნი არ არსებობს კითხველის გარეშე და როგორც მკითხველი არის თანაავტორი წიგნის, ასევე არის ეს არხიც თქვენ გარეშე, ის უბრალოდ არ იარსებებს, ის აზრს დაკარგავს და მიმაჩნია რომ თქვენც ხართ და ბედნიერება იქნება თუ თქვენც გახდებით თანაავტორები ამ არხის. დღეს არის ჩემი ონლაინ დღიურის პირველი დღე. გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა და გამიზიაროთ სპინოზას აი ამ გამონათქვამის შესახებ თქვენი გამოცდილება, რომ როცა მარტო ხართ, გაქვთ თუ არა ამის რწმენა, რომ ზუსტად იცით ვისთან ერთად ხართ. ეს არ არის ფორმალური თხოვნა, იმიტომ რომ ნებისმიერი ციტატის განმარტება თქვენი მხრიდან, ნებისმიერი გამოხმაურება მიმანიშნებს, რამდენად სწორად შევარჩიე დღის თემა და რამდენად აქტუალურია, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაზეც მე ვლაპარაკობ, არა მარტო ჩემთვის, არამედ თქვენთვისაც. გემშვიდობებით ხვალამდე და დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ.